ძალიან გულახდილად მინდოდა ჩამეწერა ვიდეო LGBT, გეი და ასე შემდეგ თემებთან დაკავშირებით, როგორც ღიად გეი ადამიანმა და აგერ შარშანდელ წლამდე კიდევ ერთადერთი ღიად გეი წყვილი ვიყავით, მე მგონი მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული და უამრავი ვიდეო აქტივიზმი ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაც ხდებოდა და ვიყავი ნაწილი იმისა, რასაც ჩემ თავში ყოველთვის ეს იყო ის რომ ანუ ვებრძოდი ჰომოფობიას და ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა სხვა პერსპექტივიდან მინდა ეხა შევხედო ამ ყველაფერს და მინდა რომ ძალიან გულახდილად ყველა ადამიანმა ვისაც გაინტერესებთ ეს თემა და არა და ძალიან აქტუალური გახდა, იმიტომ რომ რაღაც დამყოფი გახდა, არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრგან, ხო? ვისაუბროთ, ვიფიქროთ ერთად რა ხდება და რა მოხდა. ხო, ცოტა სხვა თვალით შევხედოთ. აი, წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა. როდესაც ადამიანს რაღაცა ჰომოფობია თუ ასე შემდეგ არის, ხო, ჰომოფობია რა არის? შიშებია გარკვეული, ხო? ჩვენ დავარქვით ხოდაშორის გეებმა ჰომოფობია და მე ავდექით და სამწუხაროდ ესე არის, აი, როგორც კი რაღაცა სახელს დაარქმევ, ის მე ის ჩდება, ეს სიტყვას ძალა აქვს და მე ახლა ჰომოფობია და კი ბატონო მივიღეთ ადამიანები რომლებსაც ვერ იტანენ რაღაცებს რასაც გეები იძახიან და ამბობენ რომ ეს ძალიან ჩვეულებრივია და ბუნებრივია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ რაღაცა რომ ბუნებრივია და არსებობს, ხო? მოდი ეს შევხედოთ რა რაღაც განსხვავებულობა ჩვენში რო არსებობს, ეს განსხვავებულობა ისევ და ისევ ეს სამყაროს წესებით არის და არ არის ისე რომ რაღაცა მოკლედ თუ მორწმუნე ხართ, მაშინ ესე გეტყვით რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. და თუ ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება, ცოტა უფრო იქით რო წავიდეთ, აგერ ცოტა ხნის წინ აი იოგა ფილოსოფიას რაღაც ჩაუღრმავდი საკმაოდ და ძალიან საინტერესო რამე არის, ხო? ჩვენ თუ რეალურად ვამბობთ რომ ჩვენ სადღაც ერთნი ვართ და უბრალოდ განსახიერებები ვართ, განსხვავებული ძალიან და მე რო დავიბადე მეთქი სულ ვიძახი 1999 წელს 4 მილიარდი ვიყავით მოსახლეობა და ახლა 45 წლის ვარ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში გავაორმაგეთ 8 მილიარდი არის. ანუ ნახეთ ეს განსხვავებულობა, ანუ კიდევ უფრო გაიზარდა. ამას დაემატა სოციალური მედია, რაღაცეები და სხვადასხვა აქტივიზმის ფორმები და ასე შემდეგ და ჩვენ ნახეთ რა მოგვივიდა, რომ ანუ დავიწყეთ ლაპარაკი, მოკლედ დავიწყეთ ყურადღების გამახვილება ნეგატიურ რაღაცებზე, რაც ხდებოდა. არა და მთელი ჩვენი ისტორია სამწუხაროდ ბევრი ბრძოლები და ასე შემდეგ არის ადამიანების ზოგადად. და ეხლა წამოვიდა რაღაცა ესეთი აი იდენტობის პოლიტიკას ვეძახით, რა არის ეს იდენტობის პოლიტიკა, რომ ანუ აი შენ რაღაცა იდენტობას იღებ ფსიქოლოგიურად, რომ აი შენ ხარ მაგალითად გეი. და მე შენ რა ხარ გეი, თითქოს აი რაღაც ვალდებულებები ვიდგაქ რა, ამიტომ ეს უნდა გააკეთეს ეს რაღაცა ასე შემდეგ. ანუ თითქოს აი რაღაც მემარცხენე უნდა იყოს, ეს იყო რაღაცა სტერეოტიპები, რომელიც სამწუხაროდ არ არის აბსოლუტურად მოკლებულია საერთოდ ნებისმიერ საღაზს და ლოგიკას, თუ კი ჩვენ გავიხსენოთ, რომ ჩვენ უბრალოდ ვართ ინდივიდები. და ვიღაცას უნდა რომ publicly სადღაც სოციალურ მედიაზე და coming out-ოს რაღაცებზე ილაპარაკოს, რაღაცა უფლებები ასე შემდეგ, ვიღაცას საერთოდ არ უნდა, ანუ ვიღაცა განათლების დონით აქ არის, ვიღაცას საერთოდ არაფერი არ უსწავლი, ანუ ყველა ეს ადამიანები ვართ თანასწორები. და მათ შორის ძალიან წყინს რომ ისე აღმოჩნდა რომ კაი სიტყვაზე ვიძახე ეს იდენტობის პოლიტიკის გამტარებლები ჩემს ხოთაშორის უსაყვარლეს მეგობრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ასე შემდეგ რომლებიც მეც ასე მეგონა და მგონი მათაც ასე ეგონათ და გონიათ რომ ანუ ეს არის რაღაც საქმე რომელსაც მოყვება რაღაცა ფინიში რომ ჩვენ გავიმარჯვებთ რაღაცაზე და მინდა უბრალოდ თქვა რომ საქმე უკვე გაკეთებულია მეგობრებო საქმე უნდა გაკეთებულია იმ კუთხით რომ ჩვენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებმა ვთქვათ ხო გეებმა ლესბოსებმა ჯერთი ამაზე მეშლება ნერვები მაპატიოს ყველა მაგრამ ეს LGBT ერთად რო ჩავთხარეთ რა მე ნერვებს მეშლის რა ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსები აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანების ტიპაჟებზე ვლაპარაკობთ. ძალიან ხშირად ეს ტიპაჟები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეგეც ვთქვათ და ეგეც გულახდილი ამბავია, შიგნით გეები ერთმანეთს ვერ იტანენ, ტრანსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისე როგორც საზოგადოებაში, ანუ მივდივართ იქამდე რომ არაფერი სექსუალური ორიენტაციით დამყოფი კი არ არის. შენ ვიღაცა მოგწონს, იმიტომ რომ ვიღაც ტრანსი პირობითად, იმიტომ რომ კარგი იუმორის გზნობა რაღაც დადებითი პიროვნება არის, ვიღაც არ მოგწონს, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა სიტყვაზე ვიძახი, წინს რაღაცეები მისგან და ასე შემდეგ. ზოგადად ნუ წინს, იცით, მათგანაც კი ვინც რაღაც გვაკრიტიკებს, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ხო, მე აქეთაც მოუწოდებ რა, რომელიღაც გდელი რომ გამოვა და რაღაც სიტყვის არ უნდა ჩავამასქნათ იმას რა. გაჩნია რა სიტყვის, ხო, მაინც და მაინც რომ ის რაღაც სასულიერო პირია, სამწუხაროდ ანუ
ეხლა მე ეკლესიის დამცველად ნუ გამომიყვანეთ, იმიტომ რომ მე ფიქრობ, რომ ძალიან ცუდი რაღაცები ხდება რეალურად ეკლესიის შიგნითაც, იმ კუთხით, რომ მართლაც რაღაც დამაპირისპირებელი ფრეიმების შემოტანა, ან ჩარჩოების შემოტანა დაიწყო თითქოს და ეკლესიამ თუნდაც 17 მაისის ეხლა რაც არის დღე, რატო იყო აუცილებელი რაღაც ჰომოფობიასთან ბრძოლის ერთი დღე იყო რაღაც და ვაგ დღეს იმდენი კარგი მოგონება და მე ძალიან წარე მეორე დღე მახსოვს ორი წელი, როცა რაღაც პრაიდის მაგვარი ცალკე ფესტივალი იყო და მე ნუ მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ იცით ის ძველი ისტორიები და ძალიან განვიცადე მართლა და როცა მეგონა რომ სადღაც შენთვის წყარად შეიძლება რაღაც გააკეთო. და სხვადასხვა ეს შენთვის წყარად რაღაც გაკეთება, ეგეც კი რო არ გამოვიდა, მე ატყდა და მე სხვადასხვა ძალიან ბევრი გეი ზუსტად ჩაითრიეს პოლიტიკაში. და მე ისე აღმოჩნდა რომ თუ შენ რაღაც თავისუფლება ევროპა ასე შემდეგ ნახე ეგეც იდენტობა არის როგორც რაღაც გეობა ასე შემდეგ ხო ევროპისკენ სწრაფვა და მე ევროპაში მინდა ეგეც იდენტობა არის ცუდი კი არა მაგას კი არ ვიძახი მაგრამ იდენტობების წინააღმდეგ მინდა ცოტა რომ დავფიქრდეთ და ვიფიქროთ იმიტომ რომ იდენტობები არის ის რასაც შენ რაღაცას გაგაწირინებს შენ ინდივიდუალურობას გაგაწირინებს ანუ ეგრე შე რომ იდენტობას მიყვა მაგალითად შენ მეზობელს რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს თქვა რა პოლიტიკური და ასე შემდეგ არ უნდა მიესალმო და ხელი არ უნდა ჩამოვართო და არ უნდა გაუღიმო და კაი დღე არ უსურვო და სადღაც თუ დაჭირდება რაღაცაში არ დაეხმარო იმიტომ რომ მას ის განსხვავებულია მაგრამ მოდი ასე შევხედოთ ადამიანებს და საერთოდ სამყაროს ჩვენ ხო ცალკე აღებული ინდივიდები ვართ რომელსაც გასაგებია რომ ძალიან ბევრი ტრავმები შეიძლება კი არა აუცილებლად მოგვაყენოს მათ შორის გებსაც, არაგებსაც, კიდევ ერთხელ ეხა ეს დაყოფა და ეს თემები იქნებ საერთოდ ამოვიღოთ, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა. და ამას გვეუბნებიან მე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ეხა აი პირდაპირ თითქოს და ვიცი ვიზეც იტყვით, რომ აი ეხა ამის სიტყვებს ლაპარაკობს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მართლა რაღაცა სიმართლეები რაშიც აკრიტიკებენ ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის არის, სხვა შემთხვევაში არ გვეწყინებოდა, ხო? ეგრე არის ყოველთვის და ამ სიმართლეებისთვის უბრალოდ არის თვალის გასწორება საჭირო და თქმა რომ კი ყველანი ვარ ძალიან განსხვავებული ინდივიდები, ყველას განსხვავებულად წარმოუდგენია თავისი არსება და ნამდვილად არ შეესაბამება რომელიმე ერთი ჩვენს მიერ ადამიანების მოგონილი რაღაცა სტერეოტიპი როგორც არის ეს გეია, ეს ლესბოსერი, ეს ლგბტ-ა, ეს მემარცხენეა, ეს მემარჯვენეა, ეს ასეთია, ეს ისეთია, ამან ეს თქვა, იმან ეს თქვა. ვინც რა საერთოდ ასე არის რა, ვისაც რა არ უნდა ვინც რა უნდა თქვას და ასე შემდეგ. იმ ადამიანის პირიდანაც კი რომელსაც შეიძლება გუშინ რაღაც აშინელება გითხრათ, დღეს შეიძლება სადღაც სიმართლე ამოვიდეს, ხო? ანუ ეს ემოციები და ეს ენერგიები რომელი ადამიანის სახით გაჩვენებს სამყარო და გასწავლის რაღაცებს არავინ არ იცის. და ჩვენ კიდე ახლა ისე არ გამომივიდეს რომ თითქოს ვაკრიტიკებ რაღაც თუნდაც იმ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ასე შემდეგ მე თვითონ ვიყავი ისე გამოვიდა შარშან 2 თვის განმავლობაში თანასწორობის მოძრაობის დირექტორი და უსაყვარლესი ადამიანები საოცარი გუნდი რომელიც დახვდა მაგრამ მანდაც ისე როგორც საზოგადოებაში ზოგადად არის ტენდენცია იმის რომ აი ადამიანებმა ერთმანეთი რაღაცა სპექტრით თუ ასე შემდეგ განსაჯოთ რაღაცით დავყოთ რაღაც ასე შემდეგ და ანუ ძალიან კარგად მივხვდი მართლა რომ რაც ხდებოდა საზოგადოებაში იგივე ხდებოდა ყველა ორგანიზაციაში აქ თანასწორობის მოძრაობაზე არ მაქვს კონკრეტულად ლაპარაკი იქ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბევრი ადამიანი ისე გავიცანი და დავახლოვდი რომ მივხვდი რეალურად რამდენად ინდივიდუალურად ისინი ცდილობენ გააკეთონ საოცრად კარგი რაღაცები მაგრამ სისტემურად სადღაც რომ მართლები არიან და ვიცით რომ არასამთავრობო სექტორში ეფექტურობა სამწუხაროდ და აი საბოლოო მიზანი რა არის მიზნის კარგად იდენტიფიცირება და მე მისვლა იმ მიზნამდე აი ეს არ არის ახალი პრობლემა და ახალი ასე თქვა ჩელენჯი და ეს იყო და ცოტა ხანი კიდევ იქნება მაგრამ მე მგონია რომ გადაეწყობა ნელ-ნელა და გადაეწყობა იქითკენ რომ ჩვენ რეალურად ყველა ორგანიზაცია რომელიც მუშაობს სხვადასხვა კუთხით ადამიანების უფლებებზე თუ ასე შემდეგ ხო და ცდილობს რომ თანასწორი პრინციპები შეუქმნას მათ მუშაობის და სხვადასხვა სახელმწიფოს როლიც ეგ უნდა იყოს და სახელმწიფო ორგანიზაციებისაც იდეაში ხო მაგრამ ისინი რო ვერა ამიტომ მე აქეთ უნდა რაღაც ბალანსისთვის არის ხომ რეალურად შექმნილი და ამ ბალანსისთვის იქნებ ჩვენ ერთად დაფინანსება მოვიძიოთ ისეთ რაღაცეებზე რაც გაგვაერთიანებს აი ძალიან მარტივ მაგალითის ვამბობ რაღაც პროგრამა გავაკეთე კომპანიებს თავაზობ როგორი რაღაცა არის რაღაც 2-3 საათის განმავლობაში თანამშრომლისთვის სტრესის მოხსნის პროგრამა არის იოგა ფილოსოფიაზე ვლაპარაკები ცოტა გაწელოები ასე შემდეგ და გარკვეულ ტექნიკებს ვიყენებ mindfulness based stress reduction თერაპია არის ეგეთი სტრესის შემცირების თერაპია რომელიც ჯამბურ კლინიკაში გამოიყენება და ძალიან კარგად მოქმედებს საინტერესო
ტვინის გამხსნელ სხვადასხვა ისტორიებთან ერთად ადამიანებზე და ადრე რაღაც ეგეთი იდეა მქონდა რომ ხო არ გავაკეთო ეს თქვა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში აი გეებისთვის, ემისთვის, რაღაც კონკრეტული ჯგუფებისთვის, რომელიც რაღაც, მაგრამ ეხლა რომ ფიქრობ, იცი რა, სადაც არ უნდა გავაკეთო ეს, ძალიან მინდა რომ ეს არ იყოს რაღაც კონკრეტული რაღაცა კიდევ ერთხელ ვიზახი კონკრეტული იდენტობების მიხედვით. პირიქით ეს უნდა იყოს ყველასთვის. შენ მოდი რა მნიშვნელობა აქვს. იოგა მაგალითად ხო ნიშნავს unity-ს, ერთიანობას ნიშნავს. ანუ ჩვენ რო ყველანი ერთნი ვართ ადამიანები, ეგ არის და ეხლა მაგას გინდა იოგა დაარქვი, გინდა ადამიანობა დაარქვი, გინდა ქრისტიანობა დაარქვი, ერთიანობა უნდა იყოს და ჩვენ მართლა გერბზე თყულად კი არ გვიწერია და ამას ვაპარაკობდი, ჯერ კიდევ მარტში, მაშინ როცა რაღაცას ევროპის ბაბული და რაღაცების თემა იწყებოდა და იქნებოდა რომ ძალა ერთობაშია ერთნაირი ადამიანების ერთობაში კი არაო ძალაო იქ დეტყობა და უნდა მიგვეწერა და დაავიწყდა დაგვავიწყდა და დაავიწყდა ხალხს რომ ძალა განსხვავებული ადამიანების ერთობაშია და ეს განსხვავებული ადამიანები არიან 1000 პრიზმით შეიძლება დაყო დღეს საზოგადოება 8 მილიარდი რო გავხდით და ამდენი საერთაშორისო რა მიგრაცია ასე შემდეგ ტურიზმი უამრავი განსხვავებული რაღაც ანუ კი არ უნდა შეგვეშინდეს ამ განსხვავებულობას. უნდა მივიღოთ ეს განსხვავებულობა და მართლად გავიხსენოთ, რას ნიშნავს თუნდაც ის ქართული ტოლერანტულობა და ასე შემდეგ და ის რომ ჩვენ საჯარადინზე ვართ და უამრავი სხვადასხვა კულტურა აქვს ამ პატარა მიწაზე მართლა გადაკვეთილა და არ დაგვიკარგია ჩვენ ქართველობა, აგერ ქართულად საუბრობთ და ქართული რაღაცეები არის და გვესმის მაგრამ დავკარგეთ რა იცით რწმენა საერთოდ ამ ქართველობის ეთყობა. იმიტომ რომ ეს ქართველობა საბოლოო ჯამში ისე მივდივართ ადამიანობამდე. ის ნამდვილი კარგი ქართველი რო აიყოთ, ნამდვილი კარგი შოტლანდიერისგან არ ამგონია რომ რაღაცა იმით განსხვავდებოდეს, რაღაცა ღირებულებების დონით რამით განასხვავოთ, ხო ვერ მოიფიქრებთ. ერთი და იგივე ღირებულებები იქნება. ავთენტურობა, ნამდვილობა, გულახდილობა, სიმართლე და აი ის რომ არავნო სხვა ადამიანს, ანუ კი არ იფიქრო, რომ ის ხომ ჩვენ უნდა გადავარწმუნოთ, აი სამწუხაროდ ძალიან ბევრი ესეთ განათლებულ ძალიან მაგარ ისეთ ადამიანს, რომელსაც ბევრი წაკითხული და ბევრი გაგებული და ასე შემდეგ ქონია თუ ასე შემდეგ, გაუჩნდა ეს ის, რომ ახლა ჩვენ მან უნდა გაანათლოს და ეხა აი ამათ არიციან და ეხა აი კიდევ რა გითხრათ რომ გაგაგებინოთ აი ესეთი პოსტები მიხდება ხო აი კიდე მეტი რაღა უნდა და ასე შემდეგ და ასე არ გამოდის მეგობრებო იმიტომ რომ შესაძაც იქით ამ ხარეს ყოველთვის არის რაღაც შიში ამ შიშთან სალაპარაკო არის ანუ რისი ეშინია კონკრეტულად იქით მხარეს თუ კი ამას მხარეთ აღიქვათ მხარე გამოდის იმიტომ რომ დამაპირისპირებელი ფრეიმებით მხარე არის მაგრამ როგორც კი ამ ფრეიმებს გადააგდეთ მიხვდებით რომ თქვენ რაღაცა ვირტუალურ მხარეს კი არ უნდა ელაპარაკოთ რეალურად უნდა ელაპარაკოთ რაღაც კონკრეტულ ადამიანს შენს მეგობარს რომელსაც რაღაც მაგთემის გამო არ ელაპარაკები შენს ნათესავს და ასე შემდეგ გულახდილად მოისმინო ოღონდ მიზანი კი არ იყოს რომ რამეში დაარწმუნო მიზანი იყოს რომ გაიგო უბრალოდ იქ ხო რაციონალურად სადღაც მივდივართ რაღაცა ტრავმამდე რაღაცა გამოცდილებამდე რაღაცა შეიძლება ცრუ შეიძლება ნატამალი ჭეშმარიტების რო იყოს რაღაცა ასეთ თემამდე და მე მივალთ იქამდე რომ მართლაც მოდით ნუ ვეთყვით ადამიანს რომელსაც განსხვავებული რაღაც სექსუალური თუ ასე შემდეგ ორიენტაცია აქვს ან შეიძლება რაღაც უბრალოდ ინტერესი აქვს ან ისიც უნდა სადოს ან ორივე მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ რეალურად ადამიანები და აი არც გეების არც ჰეტერო აი ეს ამ თემებზე დაყოფა არის სასაცილო იმიტომ რომ ვაუ ვიცით რა გეებმა ძალიან კარგად ვიცით მაგალითად როგორი ძალიან პირობითია დაყოფა top bottom verse ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ძალიან პირობითია აბსოლუტურად ძალიან ფლუიდ ხდება ძალიან ხშირად ძალიან ბევრი ასეთი იდენტობა და თუ ხალხი როცა არ ხდება ეგეც იდენტობის ხორპლი ხდება მე ხომ თვითონ ის გეებიც ხომ როცა თავის თავს ეუბნებიან რომ მე რაღაც აი ეს ვარ და ის არ ვარ და ასე შემდეგ მოკლედ ძალიან ხშირად ხდებით ჩვენ თვითონვე ჩვენივე რაღაცა გაურკვევლობის და შიშების ხორპლი ამის პროექცირებას მე სამწუხაროდ ჩვენ ნეგატიურ ფიქრებით და ასე შემდეგ ძალიან ხშირად ვამხდეთ სამყაროზე და იმის მაგივრად რომ ხანდახან აი ძალიან გულახდილად მინდა გითხრათ ანუ ბრძოლა რომ რაღაცა სამართლიანობა იწყება საკუთარი თავის დამშვიდობით ანუ შენ თუ უსაფრთხოდ და მშვიდად არ იგზნე თავი და არ აგრძნობინე შენს გვერდით უსაყვარლეს ადამიანს ერთს ორს მეგობარს ასე შემდეგ და შენ თუ აშინე მარტო ეს ადამიანები როგორი საშინელებები
ეს საშინელებები კიდევ უფრო მოიმატებს და კიდევ უფრო მეტ საშინელებებში გადაიზრდება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახე, ასე არის მოწყობილი სამყარო, ეს მზე ამოდის და ჩადის, ასეთნაირად არის. ანუ რისიც გეშინია და იმას აპროექცირებ და ის მოდის მე ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიძახე, ღიად გეი ადამიანი აღარ მინდა ამ თემებზე ვიდეოების ჩაწერა. აი, ვეცადოთ, რომ ერთმანეთში მოვძებნოთ რაღაცეები, რომ ის ზურა, ის ამაზე ის გეი კაცი კი არა იქ იმსა. ვიფიქროთ, რომ ეს ზურა რაღაც აგე ფსიქოლოგიაზე ელაპარაკა, რაღაც საინტერესო. აგე ის რაღაც იოგაზე თქვა რაღაც საინტერესო. მე შენზე უკვე რაღაც ჰომოფობი ხარ, არა ჰომოფობი ხარ, ეგრე კი არ უნდა დაგყო. ეგრე კი არ უნდა ვილაპარაკო, რომ შენ აბა ეს ხა აქეთ ხარ. რა მხარე? ჩემს გვერდით ხარ, სადღაც გამიღიმე, კარგად რაღაც მომემსახურე ასე შემდეგ. რა ადამიანური ურთიერთობა არის. სოციალური ვირტუალური სადღაც ეს დროშების ჩარჭობა აქეთ-იქით და მე ამ დროშა აბა ვისი აჯობებს, რაც არ უნდა კარგი მიზანი გედოთ გულში. ყველა ადამიანს, რომელიც რაღაც დამყოფ სხვადასხვა მხარეზე აღმოჩნდება, ხომ მეგონია რომ აი ის არის მარტო და მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ სწორი წარმოდგენა და მისი მოვალეობაა, რომ ბოლომდე რაღაც გააკეთოს. იოგაში ასე არის. წინააღმდეგობა არის რეალურად რაც ანუ resistance suffering წინააღმდეგობაა ტანჯვაო. ეგ რას ნიშნავს, რომ შენ რაღაც ყველაფერს მოეშვა აპათიას ჩავარდნას კი არ ნიშნავს, ხო? ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ შენ რეალურად რაღაცები რო ხდება მიმღებლობისკენ მოგიწოდებს. მიიღო რაღაცები და ჩვენ გეები სხვათა შორის. და ძალიან ხშირად ვართ ხოლმე აი იმის ხვერპლი, რა ჩემთან 17 მაისი რო იყო ხოლმე, ჩემთან რადოსთან რაღაც ინტერვიუები რაც შემდეგ, რა თქმა უნდა, only openly gay couple რაღაც და ნუ აი ყველას უნდოდა რომ ძალიან ხშირად იყო ეს თემატიკა, რა აი რაღაც ტრავმული დაბა ბავშვობაში როგორ განვიცადე რაღაც. არა, არ განვიცდია მე და სხვანაირი ბავშვობა მქონდა და ძალიან გვიან შევედი კიდე ამ იდენტობის თემებში და ასე შემდეგ და მანამდე ბედნიერად ვიყავი კიდევ რაღაცებში რაც ვიყავი. ეგ არ ნიშნავს რომ მე არ გამაბედნიერა, მე იმან რო გულახდილად თქვი, თქვა თუნდაც იმ საყვარელ ადამიანებთანაც და მე publicly და ასე შემდეგ ორიენტაციაზე. საერთოდ ნიშნავს, ეგ უბრალოდ იმის ნაწილია, რომ ავთენტური უნდა იყოს, ნამდვილი უნდა იყოს და შენ გაუმხილო შენს საყვარელს ადამიანს ჯობია სიმართლე უთხრა, როგორი ხარ რაღაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ არაფერ შუაში აღარ არის. აი, უნდა გადავიდეთ ახლა შემდეგ ეტაპზე, როდესაც აი ამ დავანახეთ ღია ფაბრიკაზე, შემდეგ ვიღაცა სხვანაირად უნდა, ვიღაცას არ უნდა გააკეთოს და საბოლოო ჯამში იქნებ მივიდეთ იქამდე, რომ ახლა დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, აი რითი შეშედნენ ის ადამიანები, რომლებსაც დღეს ჩვენ ჰომოფობებს ვეძახით. ან რა აშინებთ ჩვენში ასეთი ან ჩვენ რისი გვეშინია, ნუ ჩვენ სულ რაღაც შიშებს უზიარებთ ერთმანეთს, რომ აი ეს და მithumets ისინიც ამას მე კანონები ასე შემდეგ. ანუ თითქოს ერთმანეთს ყვებავთ ამით და ამის ჩამოშლა მოხდება არა ერთი რომელიმე მხარის გამარჯვებით და მინდა რომ აი ეს ილუზია მოხდეს. არა, ჩვენ ყველა ერთად გამარჯვებით უნდა დამთავრდეს და ასე უნდა ავაწყოთ რაღაც საზოგადოება, რომელშიც აი სულ მაყავს ხოლმე მაგალითად ჩემი უსაყვარლე საკლუბო სივრცეები. უდიდესი პატივისცემა საკლუბო სივრცეებს, პასიანი ხიდი ასე შემდეგ, რომელსაც შექმნეს კულტურა იმის, რომ იქ შეგიძლია შეხვიდე და იმ მუსიკაზე სხვადასხვა ადამიანმა განურჩევლად პოლიტიკური თუ ორიენტაციის თუ ასე შემდეგ იცეკო და ერთი ვაიბი ერთ მუსიკას აყვე და იმ ერთ ვაიბზე იყოთ ყველა. იმ კონკრეტულ მომენტში იქ ერთიანი იყოთ, ერთად ცეკვავდეთ. და ესეა საზოგადოებაც. იმიტომ იმ ერთიან მომენტში სადღაც ერთად ცეკვავთ, არა აქვს მნიშვნელობა შენ იქიდან გამოდიხარ, შენ სადღაც იქ ვინ ხარ, რა ორიენტაციის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უამრავი ადამიანი გეი თუ არა გეი, ღია თუ ასე შემდეგ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს სად არის, NGO-ში მუშაობს, იმედში მუშაობს, რომელიმე სხვა ტელევიზიებში მუშაობს, რომელიმე პარლამენტშია, მედიცინაშია თუ ასე შემდეგ. ჩვენ უსაყვარლეს გეი ექიმებს ვიცნობ, ფანტასტიკური ადამიანები არიან. მოკლედ, ძალიან მეცინება და აი გთხოვთ რომ იქნებ ნელ-ნელა დავიწყოთ. არა იდენტობების ზეიმის და იდენტობებზე რაღაცა დღეების და ასე შემდეგ აღნიშნა ერთად იმის აქეთ-იქით მხარე მოარება. არამედ ვიფიქროთ ისეთ დღეებზე და ისეთ რაღაცეებზე, რაც გაგვაერთიანეს. თუნდაც ერთად დავждეთ იოგა გავაკეთოთ, ერთად დავждეთ რაღაცა ასეთი თოქები გქონდეს, ძალიან დიდი სიამოვნებით ყველასთან ერთად გამიხარდება ღიად საუბარი ესეთ თემებზე. იმიტომ რომ აქ მე ჩვენ სამწუხაროდ რელიგია დაუპირისპირეთ კიდევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყალბი ცუდ დაპირისპირებები არის და აი ესე
ნელ-ნელა დაუფიქრდეთ უბრალოდ რაღაც შიშებამდე ჩახვიდი ადამიანების, ფსიქოლოგიამდე ჩახვიდი ადამიანების, ძალიან კარგად შეგიძლიათ და თითოეულ ჩათაგას შეგვიძლია რომ მეორე ადამიანთან ვინც არ უნდა იყოს განსხვავებულთან რაღაცა საუბარი გქონდეს. საუბარი გქონდეს კიდევ ერთხელ ვიძახი იმაზე რომ უბრალოდ ამ ეტაპზე გადავიდეთ რა რომ განცხადებები და ვიდეოები და ის აგიტაცია, აქტივიზმი, პროპაგანდა, ასე შემდეგ რაც გინდა რა არ ქვით აქეთ იქით ხარეს, ხო? არა აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კი არა და იქ სიძულვილის ენა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი კი არა. მოდი ახლა იყოს საუბრები, გულახდილი საუბრები შიშების გარეშე, შეუქმნათ ერთმანეთს ისეთი სივრცეები, როგორც აი კლუბებმა შექმნეს, უსაფრთხო სივრცეები, სადაც აზრის გამოთქმისთვის შენ რა აზრიც არ უნდა გამოთქვა. არავინ არ გეტყვის, ასე შემდეგ, ხო? ანუ არ ვარ მე იმის მომხრე, რომ ბებია თუ არის, ბებიას თუ უნდა საბჭოთა კავშირში იცხოვროს, თუნდაც. რომ ის ბებია ჩვენ უნდა მოვკვეთოთ ამ საზოგადოებიდან და რაც გავაგდოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? არც ერთი ბებია, არც ერთი დიდი თუ პატარა, კიდევ ერთხელ ვიძახი. აი შვეიცარიელებს აქვთ ეგეთი ფანტასტიკური გამოთქმა. No one is safe until everyone is. არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა არ არის უსაფრთხოდ. ანუ შენ თუ შენ თავს განათლებულად, წარმატებულად და ასე შემდეგ და გონია რომ კარგად რაღაცები იცი, მაშინ მოვიფიქროთ ერთად სივრცეები და ისეთი დისკუსიის ფორმატები, როდესაც ჩვენ ერთმანეთს განსხვავებულობას მოусმენთ ზუსტად და მივხვდებით რომ აჰა, ნახე, აი ესეთი რაღაცა აზრიც არსებობს, იმიტომ რომ. ანუ შენი აზრი უნდა იყოს რომ მიხვდე რეალურად საიდან მოდის, რაღაც შიშებამდე მივიდეთ ერთად და მერე აღარ იქნება ეს ჰომოფობია და ესა უნდა დავამარცხოთ ჰომოფობია და არა რაღაცა დამაპირისპირებელი იმეებით, რაღაცა ბანაკებად დაყოფებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ვინც ასეთ მოსაზრებებს იზიარებთ, ძალიან გამიხარდება თუ ამ კომენტარით რაღაცა ერთობლივ რაღაც პროექტები გავაკეთოთ. ძალიან ვეძებ ახლა რაღაც ახალ პროექტების თემას, იმიტომ რომ ხედავთ რაღაც ბევრი დრო მაქვს და ვიდეოებს და რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მინდა და ესე მგონია რომ ეს არ არის რაღაც ეგოისტურად ჩემთვის და ჩემი რაღაც პროექტების თუ ასე შემდეგ დრო. არამედ მგონია რომ რაღაცებს რასაც ვთავაზობ თუნდაც იგივე კომპანიებს თუ ასე შემდეგ, არაფერი არის კომპანიისთვის $400-500 გადახდა 3 საათიან რაღაცა სტრესის შემცირების იმაში, იმიტომ რომ თანამშრომლებს 1000 რამეს უტენიან თავში და ვიცით ეს ყველამ და სამწუხაროდ რა ხდება, იცით? ვერაფერს ვერ ჩაუტენი ადამიანს თავში თუ კი ფსიქოლოგიურად ის არის აღგზნებულ, აჯიტირებულ სტრესულ მდგომარეობაში. და ეს ხდება ჩვენ სამწუხაროდ ამ დასტრესილ ადამიანებს კიდევ უფრო მეტს ვაყრით ინფორმაციას, იმის მოგივით რომ სტრესი მოხსნათ და მერე მივიტანოთ რაღაცეები, ხო ვაკეთებ სხვა ტრენინგებსაც, მოლაპარაკებს, წარმოებებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ პირველი ზუსტად აი პრინციპები ეგ არის და ესე მივდივართ, რომ ანუ თავიდან სტრესის მოხსნა, ჩამოსვლა, ადამიანური ურთიერთობები, ემოციების თემა, აი რაპორტის ჩამოყალიბება და შემდეგ ხდება უკვე გახსნა და გულახდილად საუბარი რაღაც თემებზე. ძალიან გამიხარდება თუ აი სა-17 მაისოთ და ასე შემდეგ რაღაც ეგეთი თარიღების აღსანიშნავად საერთოდ აღარ იმას ვიზავ და ჯერა რომ ამ თემებზე კიდე მომიწევს საუბარი მაინც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, აქტუალური თემა არის, მაგრამ ჯერა რომ ესეთი საუბრებით და შვიდათ იმის თქმით რომ მოდი ერთმანეთს როგორც ინდივიდებს შევხედოთ და შენ ნახე ის ვიღაცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ფიზიკურად ვინმეს ზიანი დააზიანა, რაღაცა მოსაზრება რო აქვს ან გაიმეორა თუნდაც რაღაცა აგრესიული მოსაზრება. ესეც საიდან მოდის, საიდან წამოსული თემაა, ესე იფიქრე და თითოეულ ადამიანთან შეეცადე რომ გქონდეს შენი რაპორტი, შენი კავშირი. ხა შენ თუ ვიღაცისთვის გამარჯობა არასდროს არ გითქვია, შენი მეზობლისთვის, შენ თუ სიტყვაზე ვიძახი, არ ვიცი, აბსოლუტურად არ ურთიერთობ მათთან და ამ დროს შენთან თქვა მეგობრები მოვიდნენ იხმაურეთ რაღაც და იქ დაგინახა რაღაც სხვანაირად ჩაცმული და რაღაცა პიდარას დაგიძახ თუ რაღაც მოგაძახა თუ ასე შემდეგ. მესმის და საწყენია, მაგრამ ისიც საწყენი, აი არ იქნებოდა საწყენი, თქვა შენ რომ რაღაც კომუნიკაცია ქონდა თუნდაც იმ ადამიანთან და რაღაცა გამარჯობა ერთხელ გეთქვა და ასე შემდეგ და მარტო თქვა არ შეგეწუხებინა. ხვდებით ეს ვიძახი, ანუ სადღაც ჩვენს როცა ტრაუმებზე საუბრობდით წეგან და რაღაც ჟურნალისტები მოდიოდნენ სულ მაგაზე იყო მე, აი მეთქი ლაპარაკი რომ აი ტრაუმები და არა, ყველა სხვადასხვანაირად აი ნასწავლი ტრაუმები გვაქვს ძალიან ბევრი. აი თითქოს აი ჩვენ მე პირადად შეიძლება ეს სხვა რაღაც ჩემ პრობლემები აქვს, მაგრამ აი ესეც დამემატა კიდე რაღაც ნასწავლი პრობლემები, რომლებიც შეიძლება პოტენციურად გქონდეს, იმიტომ რომ აი აქ და ამას გქონდა და ვიცით რომ აი ამ იდენტობის ადამიანებს ეს პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. და ესე, იცით რა ხდება? აი მაგას მე ეძახიან ფსიქოლოგიაში და კომუნიკაციაში თვით რეალიზებად წინასწარმეტყველებას. ანუ გიხდებათ ეს
ანუ ასე მოდის და შევეცადოთ რა რომ აი სამყარო ჩვენი შევცვალოთ აქედან და აქედან იწყება მართლა სამყარო შეცვლა და ყოველგვარი ზედმეტი მის გარეშე რაღაცა ემოციური რაღაც ათოსების და მის გარეშე მართლა დავინტერესდეთ ერთმანეთის აზრით გულახდილად რატომ ფიქრობს ის ასე სხვანაირად რატომ არის ესე და აი ვეცადოთ რომ იქით აქეთ ჩვენ ისინი ასე შემდეგ აი ამას მოვეშვათ ანუ ყველგან ჩვენ ვართ ყველგან ადამიანები ვართ საფულო ჯამში დასალაგებელი გვაქვს ჩვენს მეზობლებთან ჩვენს ეზოში ჩვენს ქუჩაზე ჩვენს ქალაქში ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ქვეყნის მეზობლებთან და ასე შემდეგ ყველასთან აი ესეთი ინდივიდუალური სათითაოთი ურთიერთობები და უნდა იყოს ეს ორმხრივად ხელსაყრელი და ვიღაცები რომ არ მოგწონს ახლა სოციალურ მედიამ რომ 1000 რაღაც დაგვანახა ის ჯგუფები ასეთი ჯგუფები ულტრა ისეთი ესენი არიან ჯგუფები, მათ გარკვეული ადამიანები ასეთები არიან და ესეც მისაღები უნდა იყოს, რომ გარკვეული ადამიანები ამ 8 მილიარდ განსხვავებულ ადამიანში ნამდვილად იქნებიან. ის ფაქტიც, რომ ეხლა ინტერნეტის და სოციალური მედიის და ასე შემდეგ ეპოქაში ამას ჩვენ უფრო მეც ვხედავთ, ესეც უკვე გასაგები და მისაღები უნდა იყოს და ეხლა ყველანი გადავიდეთ იქნებ შემდეგაც სხვა ეტაპზე, რომელ ეტაპზე ჩვენ უკვე დავიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რომ ეხლა როგორ მოვაწყოთ საზოგადოება ისე, რომ აი ესეთი იდენტობები და რაღაცა ისინი ვირტუალური იმპერიები არ ავაშენოთ და არ ყავდეს ადამიანები, რომლებიც რაღაც მონებივით არიან იმ კონკრეტული იდენტობის თუ იმ კონკრეტული იმპერიის თუ ასე შემდეგ. მაპატიეთ, მაგრამ პატრიოტიზმიც იდენტობაა და არ შეიძლება პატრიოტიზმის სამოფარებული რაღაცას იმაშვებოდე, რა ქვია. ანუ ინდივიდის უფლებაზეა საუბარი და ადამიანის თავისუფლებაზე არის საუბარი და ადამიანის თავისუფლება იწყება იმით, რომ შენ იდენტობა კი არ ხდები და ხარკს კი არ წირავ მე რაღაც იმ იდენტობა. შენ შეიძლება გულით რაც გინდა იმას აკეთებ და შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რაღაც იმ იდენტობის ნაწილი, შენ რაც მართლა გულით გინდა, მაგრამ როცა არის იქ რაღაცები რაც არ გინდა, აი მაგაზე არის საუბარი, რომ მიიღო ის, რომ რაღაცეები შენ თავშივე მიიღო პირველ რიგში, რომ რაღაცეები შენ სხვანაირად გინდა და ეს აბსოლუტურად მისაღებია და ნელ-ნელა ბავშვებსაც ეგრე ვასწავლოთ მიმღებლობა არა ორიენტაციის თუ რაღაცას ის მაგაზე მაგის მიხედვით საერთოდ არა, უბრალოდ ვასწავლოთ ბავშვებს, რომლებიც მიდიან სკოლაში 6-7 წლის და არავინ არ ეუბნებათ მათ რეალურად ძალიან მარტივ რაღაცას, რა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეთქვათ, რომ როგორც დედა და მამა ყველას განსხვავებული ყავს და როგორც აი თუნდაც აი სხვადასხვა ოჯახში და ძმა განსხვავებული ასე ყველანი განსხვავებულები ვართ ერთ ოჯახშიც კი როდესაც ვიზრდებით და სხვადასხვა ოჯახში მით უმეტეს ყველანი სხვადასხვანი განსხვავებულები ვართ და აუხსნათ ბავშვებს თავიდანვე და მე დიდობაშიც გავეხსენოთ ეს რომ აი ესეთი განსხვავებულები ვართ მე რა რომ სამწუხაროდ ჯერ განათლების სისტემა იქამდე ვერ მივიდა რომ განა ჩვენი ჩამოყალიბების აი ყალიბად მის პროცესი კი არ მართოს, არამედ ჩვენი შიგნით ჩვენი აღმოგვაჩენინოს ვინ ვართ, გულახდილად არ მოგვერიდოს რაღაცეები გამოვხატოთ, აი ორიენტაცია ხო არ არის. რაღაცეები უნდათ ბავშვებს და ამას ჩაუკლავთ ხოლმე და ვეუბნებით რომ არა ესენია მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ვინ გითხრათ? იქნებ ეს ბავშვისთვის ეს არის. მოკლედ, ანუ განათლების სისტემა კიდე ცალკე იქით თემა არის. მაგრამ იქით თემა კი არა, ეგ არის გუშინ წინ დასაწყები თემა, რომ 20 წლის მერე რაღაც კონდეს და მაგისი არის მერე აწყობილი. ანუ ჰომოფობია იქით, აქეთ ტოქსიკური რაღაცა, ანუ ეს ვოქიზმი და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა მომხდარიყო და ყველაფერს ზუსტადაც რო თავისი დრო და ადგილი ქონდა და ძალიან მაგარია რომ ეს ამაში მეც რაღაც მონაწილეობა მიმიძღვის, ძალიან მიამაყება ამის, მაგრამ ერთად დავდგეთ ახლა შემდეგ პლატფორმაზე რა და შემდეგ პლატფორმა უნდა იყოს გამაერთიანებელი პლატფორმა და ვისაუბროთ რაღაცებზე რაც გვაერთიანებს და ყველა ჩვენთაგანს აერთიანებს ის რომ ჩვენ რეალურად გვიყვარს ჩვენ თავი, გვინდა ჩვენ თავისთვის სიამოვნებაც, გვინდა ჩვენ თავისთვის თავისუფლებაც და გვინდა ჩვენს გარშემო ჩვენი ნათესავების, მეგობრების, ჩვენი შვილების და ასე შემდეგ ბედნიერება. და თუ კი ვინმეს გონია რომ მას უკეთესად ესმის რა არის ბედნიერება და ამიტომ სხვის ასაც უნდა ასწავლოს და მის როგორ უნდა არ ვიცი მე მოაწყონ თავისი ოჯახი თუ ასე შემდეგ ასე არ არის და აი ესეთი რაღაც მაგას თავი დავანებოთ ეგ ისე ყალიბება ჩამოყალიბება და სტერეოტიპებია რა მნიშვნელობა აქვს რა იდეოლოგიით აკეთებ მაგას ის რომ ინდივიდუალურია ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი ოჯახებიც და ასე შემდეგ და მართლა ძვირფასი ადამიანები ვინც ყავს ძალიან ხშირად არ ჯდებიან ხოლმე რაღაცა ჩარჩო შაბლონებში და ასე შემდეგ აი ვეცადოთ რომ გულახდილად მივიდეთ იქამდე რომ ჩვენ თვითონვე აღარ წვინდეს, ჩვენ თვითონვე აღარ ვიყოთ დაპირისპირებული და აი ამ სწავლის და რაღაცა საუბრის რეჟიმზე გადავიდეთ. ძალიან დიდი მადლობა, ცოტა გრძელი გავამივიდა.